სიახლეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც ამ კატეგორიის ადამიანებს მალე პროფესიის ათვისება ჩვეულებრივ პირობებში მოუწევთ. იგულისხმება სწავლების თანაბარი პირობები, რის შესაძლებლობაც მანამდე არ არსებობდა. ნორვეგიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტს უკვე მოჰყვა კრიტიკული რეაქციები არასამთავრობო სექტორში. მშვენივრად ვიმუშავებთ, მაგრამ ეკანოზაძის 22 წლის ქალიშვილს ანას სკოლის დამთავრების შემდეგ სახლიდან გასვლის საშუალება თითქმის აღარ ჰქონია. მას წლების წინ ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. 19 წლისამ დაამთავრა სკოლა. იმის შემდეგ ზივართ სახლში. ბევრი ბავშვია, ვინც არც სკოლაში არ დაყავთ. უნდა მიეცეს ამ ბავშვებს პროფესია, რომ დასაქმდნენ და მომავალი თავიანთი მომავალი თვითონ შექმნან. მისცემს საშუალებას განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანებს შემდგომ დასაქმდნენ და იყვნენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები წევრები საზოგადოებისა. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ახალ პროექტზე საუბრობს, რომელიც ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება. სამწლიანი პროექტი პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების მეთოდების დანერგვას გულისხმობს, რაც თავის მხრივ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განათლების თანაბარ პირობებს ნიშნავს. საერთაშორისო გამოცდილება მაჩვენა, რომ სამჯერ უფრო ძვირი ღირს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანის დაფინანსება და როცა ვაუჩერზე დანამატიც კი არა გვაქვს ჩვენ, ანუ ჩვეულებრივ ვაუჩერს იღებენ ბავშვები, მაშინ მიხვდებით, რომ ძალიან ძნელია პროცესის ხარისხენ წარმართვა. რომელიმე 1, 2 ან 3 პროფესიულ სასწავლებელში კი არ ხდება პილოტირება, არამედ სისტემის ცვლილება ხდება. გარემოს პატიმარი აღარ უნდა ვიყოთ ერთხელ და სამუდამოდ. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკაზე მუშაობს. მისი წარმომადგენელი გიორგი ახმეტელი სამინისტროს ინიციატივას იწონებს, თუმცა პრობლემის მოგვარების გზებს განსხვავებულად ხედავს. არც მეტრო, არც ავტობუსი, არც მარშრუტკა არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომ შეძლოს ეტლით მოსარგებლემ მითის ამ ტრანსპორტით სარგებლობა. შესაბამისად, იმ ბავშვის პრობლემა არ წყდება მარტო პროფესიულ სასწავლებელი იქნება ეს თუ უმაღლესი. ის პრობლემა იწყება სახლიდან და გრძელდება შესაბამისად ქუჩაში ბორდიულთან, მერე ტრანსპორტში და ბოლოს მიდის უკვე ის დანიშნულების ადგილზე. პროექტის დონორმა ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ პროფესიული სწავლების სფეროში ინკლუზიური განათლების დანერგვის მხარდაჭერისთვის $1,800,000 უკვე გამოყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროფესიული განათლება სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომიდან გახდება შესაძლებელი.